სიახლეები, რომელსაც ციფრული დაიჯესტის ახალ ეპიზოდში გაცნობთ, ყოველთვის საინტერესო და საჭიროა. ამიტომ მის ალმენბაზე დავზოგავთ დროს და პირდაპირ საქმეზე გადავალთ. Microsoft Windows 10-ის შესახებ ახალ დეტალებს გვიყვება. შარშან კომპანია Microsoft-მა დაანონსა თავისი ახალი ოპერაციული სისტემა Windows 10-ის წინასწარი ვერსია. ანონსის შემდეგ შეგროვდა დიდი ოდენობით ინფორმაცია და ასევე მოჰყვა დიდი გამოხმაურება მომხმარებლებისგან. რამაც იქონია გავლენა ოპერაციული სისტემის შემუშავებაზე და საფუძვლად დაიდო მთავარი წინასწარი ვერსიის Consumer Previews-თვის. Microsoft აღნიშნავს, რომ Windows 10-ის შემუშავებისას მუშაობდნენ სამი ძირითადი მიმართულებით: მობილურობა, პრივატულობა და ბუნებრივი ურთიერთქმედება პროგრამულ უზრუნველყოფასთან. კალამის, ხმის, თვალის, მონაცემების სენსორული შეყვანის, ჟესტების გამოყენება, რომელიც გათვლილია მოწყობილობის მაქსიმალურად დიდ რაოდენობაზე. პირველ რიგში Windows 8, 8 და 1-სა და Windows 7-ზე მომუშავე ყველა მოწყობილობებისთვის. კორპორაცია გვპირდება უფასო განახლებას Windows 10-მდე. მაგრამ მხოლოდ პირველი 1 წლის განმავლობაში, შემდგომ უკვე ფასიანი გახდება. რაც საკმაოდ დიდი გულუხობაა Microsoft-ის მხრიდან. ნიშნულოვან ფუნქციას, რომლის შესახებაც ადრეც იყო ცნობილი, წარმოადგენს Continuum, რომელიც იძლევა ოპერაციული სისტემის ინტერფეისის გადართვის შესაძლებლობას პლანშეტურიდან სამაგიდოზე, რაც ძალიან მოსახერხებელია ჰიბრიდული მოწყობილობებისთვის, ასევე მრავალი ვირტუალური სამუშაო მაგიდის შესაქმნელად. ერთ-ერთ საკვანძო სიახლეს წარმოადგენს Cortana-ს ინტეგრირება. პრეზენტაციაზე მოხდა ხმოვანი დამხმარეს მუშაობის დემონსტრირება ინგლისურ ენაზე. ასევე გადამუშავდა ოპერაციული სისტემის სათამაშო მიმართულებაც. აშკარა გარეგანი ცვლილებების გარდა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია უფრო ღრმა ცვლილებებიც, როგორიცაა DirectX 12. კროს-პლატფორმული თამაშის მაგალითად, რომელიც გამოვა Windows 10-სა და Xbox One-ზე, შეიძლება დასახელდეს Fable Legends Lionhead-ის სტუდიოსგან. გარკვეული სახით ის smartphone-ებზეც იქნება. შესანიშნავი სიახლე Xbox One-ის მფლობელებისთვის. გაჩნდება ტრანსლირების ფუნქცია ნაკადის რეჟიმში კონსოლის ნებისმიერი თამაშის კომპიუტერზე ან Windows 10-ის მქონე პლანშეტზე. ამის დემონსტრირება მოხდა Forza Horizon 2-სა და Planshet Surface Pro 3-ის მაგალითზე. მიუხედავად ამისა, რომ ეს ძალიან დინამიური თამაშია, მიმდინარეობდა შეუფერხებლად. თავის მხრივ, Xbox One-მაც მიიღო განახლება Windows 10-ის გამოსვლის წყალობით. საჭიროა, რომ მილიონობით ადამიანი გამოიყენებს Office Xbox-ზე. მაგრამ ეს აპლიკაციები უნივერსალურია. ამიტომ მარტივად არის შესაძლებელი მათი კონსოლზე გადატანა. რეალური და ვირტუალური სამყაროს სრულ შერწყმამდე შეიძლება არც ისე შორია, როგორც გონია. მოდი ამ კითხვას პასუხი ნიუსის ნახვის შემდეგ გავცეთ. Microsoft-მა წარმოადგინა თავისი ახალი პროექტი HoloLens. პროგრამულ უზრუნველყოფასთან ურთიერთქმედების ამ ხერხს Microsoft-ი უწოდებს წინ გადადგმულ ნაბიჯს გამომთვლელ ერაში პერსონალური კომპიუტერის ახალი გარემოცვით. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს მარტივი მოწყობილობა წარმოადგენს სამეცნიერო ფანტასტიკის ნამდვილ განსახიერებას და მოწოდებულია ციფრული სამყაროს ფიზიკურთან გასაერთიანებლად. მაგალითად, მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელია გადააქციო ჩვეულებრივი კედელი დიდ ეკრანად და გადაიტანო მასზე თამაში ან ფილმი. მაგიდა და მთელი ოთახი გამოიყენა როგორც მოედანი Minecraft-ის სათამაშოდ. განათავსოთ მაცივარზე ვირტუალური წერილები, მართოთ ოთახი ვირტუალური სამკაულებით. გამოიყენეთ სწავლებისთვის, პროექტებისთვის, სამეცნიერო მიზნებისთვის და ასე შემდეგ. ყველაფერი შეზღუდულია მხოლოდ შემუშავებლების ფანტაზიით. აღსანიშნავია, რომ Microsoft HoloLens წარმოადგენს დამოუკიდებელ მოწყობილობას, რომელსაც არ გააჩნია სადენები, არ ითხოვს smartphone-ის არსებობას ან პერსონალურ კომპიუტერთან შეერთებას. ამასთან ჰოლოგრამები გამოდის მაღალი გარჩევადობით, ხოლო ჟღერადობის პოზიციონირება სივრცეში ზუსტად ხდება. აპარატთან ერთად დაანონსეს ასევე პროგრამული უზრუნველყოფა Holo Studio, რომელიც იძლევა ჰოლოგრამების შექმნის საშუალებას. მისი მუშაობაც ხორციელდება ვირტუალურ გარემოცვაში HoloLens-ის მეშვეობით. მომხმარებელს შეუძლია საგნებთან ურთიერთქმედება და მათი მოდიფიცირება თითების მეშვეობით. ჰოლოგრამები წარმოადგენს Windows 10-ის უნივერსალურ აპლიკაციებს და პირიქით უნივერსალური აპლიკაციები შეიძლება მუშაობდნენ ჰოლოგრამების სახით. მაგალითად, Skype-ის ფანჯარა შეიძლება მიებას მაგიდასთან გარკვეულ მდგომარეობაში. Microsoft-ი აღნიშნავს, რომ ეს იძლევა საშუალებას აპლიკაციებთან ურთიერთქმედება გახდეს უფრო ბუნებრივი. Microsoft-მა აღნიშნა, რომ მოწყობილობა მუშავდებოდა Windows ჰოლოგრაფიკის ლაბორატორიებში წლების განმავლობაში გარკვეულ პარტნიორულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რომელიც სპეციალიზირდება მასშტაბურ ხანგრძლივ პროექტებზე. ბაზარზე HoloLens-ის გამოშვების თარიღისა და სათვალეების ღირებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ ის გამოვა ან Windows 10-თან ერთად ან ოპერაციული სისტემის გაშვების შემდეგ.
Microsoft-მა საზოგადოებას ასევე წარუდგინა საკუთარი ახალი პლანშეტი. კომპანია Microsoft-მა შემდგარი პრეზენტაციების ფარგლებში, რომელზეც ცენტრალურ ფიგურად წარმოდგენილი იყო Consumer Previews ვერსიის ოპერაციული სისტემა Windows 10 და ანონსა ასევე 84 დიუმიანი პლანშეტი Surface Hub. სწორედ მის შესახებ ვისაუბრებთ. დიდი ზომის სენსორული დისპლეის მქონე მოწყობილობა ორიენტირებულია უპირველეს ყოვლისა კორპორატიულ სეგმენტზე. Microsoft Surface Hub-ის დიაგონალი შეადგენს 84 დიუმს, ხოლო მისი მატრიცის გარჩევადობა შეესაბამება 4K სტანდარტს. თუ თქვენ კორპორატიულ გარემოში არ მოიძებნება მოცემული პლანშეტისთვის კედლები, შემმუშავებლები გვთავაზობენ უფრო კომპაქტურ 55 დიუმიანი ეკრანის მქონე მოდიფიკაციას, რომელიც არ განსხვავდება ფუნქციონალურობით თავისი უფროსი ძმისგან. ორივე მოდულისთვის პროგრამული გარსის სახით არჩეული იქნა ოპერაციული სისტემა Windows 10. Microsoft Surface Hub-მა შეიძლება დაიტრაბახოს ჩაშენებული კამერებითა და ყველა შესაძლო სენსორებით, NFC ჩიპით, მიკროფონით, Wi-Fi მოდულით. რა თქმა უნდა, ასევე გააჩნია აქტიური სტილუსის სრულყოფილი მხარდაჭერა. ფუნქცია Multi-Touch სენსორული ურთიერთქმედებისთვის ადაპტირებულ საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად იძლევა ეკრანზე არა მარტო რთული სქემების და მოცულობითი ნახაზების დემონსტრირების საშუალებას, არამედ მათთან მარტივი მუშაობის შესაძლებლობასაც პირდაპირ ჩვენების დროს. Microsoft Surface Hub ეს არის პირველ რიგში უნივერსალური გადაწყვეტა და შესანიშნავი მულტიმედიური ზედაპირი კონფერენციებისა და პრეზენტაციების ჩასატარებლად. წარმოებელმა გადაწყვეტა ჯერ არ გაეხმაურებინა წარმოდგენილი სიახლის ფასი და გაყიდვის თარიღი. ცნობილი გახდა, რომ 30 იანვრიდან LG-ს დახმარებით სამყარო დრეკადი დისპლეის smartphone-ებს დაეპატრონება. ცნობილი გახდა LG G Flex 2-ის გაყიდვების დაწყების თარიღი. ნამდვილად დრეკადი დისპლეის მქონე smartphone-ის ოფიციალური გაყიდვები დაიწყება 30 იანვარს. იუწყება LG-ს კორეული საიტი. თავდაპირველად LG G Flex 2 გაიყიდება მხოლოდ სამხრეთ კორეის ფარგლებში. აცხადებენ, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება კავშირის ადგილობრივი ოპერატორების მაღაზიებში 800,000 კორეულ ვონად, რაც დაახლოებით $727 ამერიკულ დოლარს უდრის. აღსანიშნავია, რომ G Flex 2 არის LG-ს პირველი smartphone, რომელიც აღჭურვილია 64-ბიტიანი 8-ბირთვიანი პროცესორით Qualcomm Snapdragon 810. ასევე ეს კომპანიის პირველი მოწყობილობაა, რომელსაც გააჩნია წინასწარ დაყენებული ოპერაციული სისტემა Android Lollipop. Smartphone G Flex 2 შესრულებულია ფორმ-ფაქტორით G Flex, მაგრამ ჩამოუვარდება თავის წინამორბედს ზომებით 1080p დისპლეის წყალობით, რომელიც შემცირდა 6-დან 5.5 დიუმამდე. ახალი smartphone-ის განსაკუთრებულობას წარმოადგენს უკანა პანელი თვით აღდგენადი საფარით, რომელზეც, როგორც აღნიშნულია, ნაკაწრები ქრება რამდენიმე წუთში. დანარჩენი მახასიათებლები მოიცავს 2.1 მეგაპიქსელიან ფრონტალურ კამერას, ასევე ლაზერული ავტოფოკუსის მქონე 13 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, 32 გიგაბაიტიან შიდა მეხსიერებასა და 3000 mAh მოცულობის მქონე აკუმულატორ ბატარეას. სამხრეთ კორეის შემდეგ smartphone გაიყიდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ვიდეო თამაშების და ანიმეს მოყვარულებს სასიამოვნო სიახლე გველოდება. Moon Studios შემუშავებლებმა განსაზღვრეს Ori and the Blind Forest-ის რელიზის თარიღი. PC and Xbox One-ისთვის განკუთვნილი ვერსიების გაყიდვაში ჩაეშვება ამ წლის 11 მარტს. ამის შესახებ აღნიშნულია პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე. Gamescom 2014-ის დროს შემუშავებლებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ Ori and the Blind Forest-ის გამოშვებას საშობაოდ. თუმცა ნოემბერში შემქმნელებმა გადაიტანეს რელიზი 2015 წლის პირველ კვარტალზე, რაც ახსნეს იმით, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეს ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა. გარდა ამისა, შემქმნელებმა გააჟღერეს თამაშის ღირებულება, რაც ორივე პლატფორმაზე შეადგენს $20. ბონუსის სახით მათ გაავრცელეს ახალი სკრინშოტები და 5-წუთიანი ვიდეორგოლი. მასში შესაძლებელია დათოვლილი ლოკაციის, სახელწოდებით Forlorn-ის ნანგრევების ნახვა. ამ არამეგობრულ ადგილზე გმირი პოულობს სინათლის სფეროს, რომელიც უნდა შეინარჩუნოს მთელი დონის განმავლობაში. მანათობელი ბურთი საკმაოდ მძიმეა იმისთვის, რომ ორიმ შეძლოს ორმაგი ნახტომის გაკეთება. სამაგიეროდ მისი წყალობით მას შეუძლია კედლებზე სიარული. იმათ, ვისაც არ უყვარს ერთი და იგივე თავსატეხის სამოცნობა ან ერთი და იმავე ადგილების გავლა, გაახარებს დონის პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილზე საკონტროლო წერტილის შექმნის შესაძლებლობა. Ori and the Blind Forest წარმოდგენილ იქნა Microsoft-ის კონფერენციაზე გამოფენის E3 2014-ის ფარგლებში. თამაში გვიყვება თეთრი სული, ორის ისტორიას, რომელიც დაიკარგა ტყეში, სადაც ის იპოვა დათვის მსგავსმა არსებამ და გახდა მისი დედინაცვალი. შემუშავებლებმა ორიენტირის სახით შეარჩიეს იაპონური ანიმაციური სტუდიის Ghibli-სა და Hayao Miyazaki-ის ნამუშევრები.
ძალისხმევა შორეული galaktikების კვლევით რომ არ შემოიფარგლება, ეს ვიცით. მთვარეზე დასახლების პერსპექტივის შესახებ კი აქამდე ბევრი არც არაფერი გვსმენია. სანამ ელონ მასკი, მარსვანის მისიის ორგანიზატორები და NASA აწყობენ გეგმებს მარსზე პირველი დასახლების შესახებ. სხვები თავაზობენ იმის შესწავლას, რაც უფრო ახლოსაა. კაცობრიობის მეორე სახის სახით ESA განიხილავს მთვარეს. იქ თვლიან, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის კოლონიზირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ღრმა კოსმოსის დასაპყრობად. ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ გამოუშვა ვიდეორგოლი სახელწოდებით Destination Moon, სადაც გაახმოვანა კოლონიის შექმნის გეგმები მთვარის ნაკლებად გამოკვლეულ უკანა მხარეზე, რომელიც დედამიწიდან არ ჩანს. მთვარე მიბმულია დედამიწასთან მოსხვევებული ძალებით. ეს კი ნიშნავს, რომ მთვარის ზედაპირის ერთი მხარე ყოველთვის მოქცეულია დედამიწისკენ. ESA გეგმავს გაამგზავროს მთვარის მთებში ჯერ რობოტები, ხოლო შემდეგ ადამიანები. სააგენტოს თქმით, აუზის გარეთა კიდე სამხრეთ პოლუსი წარმოადგენს იდეალურ ადგილს მომავალი კოლონიზატორების გადმოსხმისთვის. ექსპერტები ამას ხსნიან პრაქტიკულად უწყვეტი წვდომის მზით ენერგიასთან და კარგი ხედით გარემოზე. სააგენტოს თქმით, ამ მონაკვეთზე განლაგდება ბაზა ანტარქტიდის სამეცნიერო სადგურების მსგავსად. 2009 წელს მთვარის კრატერების დაკვირვებისა და ზონდირებისთვის NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა გაანალიზა მასალის ქიმიური შემადგენლობა აუზში სამხრეთ პოლუსი და აღმოაჩინა იქ გაყინული წყლის კვალი. ESA სპეციალისტები იმედოვნებენ იმის გარკვევას კიდევ სად არის მთვარეზე წყალი და როგორ გაჩნდა ის იქ. დიდი რაოდენობის წყლის მარაგი დაეხმარებოდათ მომავალ კოლონიზატორებს წყალბადისა და ჟანგბადის ატომებისგან სარაკეტო საწვავის წარმოებაში. ეს დაეხმარებოდა კაცობრიობას გაეგრძელებინათ მზის სისტემის შესწავლა და ღრმა კოსმოსის დაპყრობა. გადაადგილების უსაფრთხოებისთვის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება ახალ სიმაღლეებს აღწევს. ამჯერად ამ მხრივ მზრუნველობა კომპანია Jaguar Land Rover-მა გამოიჩინა. კომპანია Jaguar Land Rover აპროექტებს სისტემას Bike Sense, რომელიც ხელს შეუწყობს ველოსიპედისტებისა და მოტოციკლეტისტების მონაწილეობით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი კომპლექსი შეიცავს შეტყობინების 3 სხვადასხვა სახეობას. ეს არის ხმოვანი, ფერადი და ვიბრაციული სიგნალიზაცია. ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების აღმოსაჩენად გამოყენებული იქნება სხვადასხვა სენსორები. Bike Sense შეუძლია გამოსცეს გაფრთხილება დინამიკში ბაიკის ზარის სახით, ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალების მდებარეობის მხრიდან. გარდა ამისა, სისტემა გააფრთხილებს მძღოლს ხარვეზის შესახებ სატერფულებში და ვთქვათ, კარის გაღების სახელურზე ვიბროძრავების აქტივაციის გზით. ველოსიპედისტების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ ავტომობილების სხვა მწარმოებლებიც. ასე კომპანია Volvo ახლახანს წარმოადგინა ველოსიპედის ჭკვიანი ჩაფხუტის კონცეფცია. ველოსიპედისტებს შორის გავრცელებული smartphone-ის აპლიკაციის მეშვეობით, მაგალითად Strava, ბაიკის მფლობელის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები გადაეცემა Volvo-ს ღრუბლოვან სისტემაში და მისი მეშვეობით ავტომობილს. თუ სისტემა აფასებს შეჯახების საფრთხეს როგორც მნიშვნელოვანს, მოძრაობის ორივე მონაწილე იღებს გაფრთხილებას და შეუძლიათ მიიღონ აუცილებელი ზომები ავარიის თავიდან ასაცილებლად. ყოველთვის სიამოვნებით წარმოგიდგენთ ამბავს, სადაც მეცნიერებს შეუძლიათ იმედის მომცემი მიღწევები გაგვაცნონ. ამჯერად კუნთოვანი ქსოვილის შექმნის შესახებ უნდა გიამბოთ. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოგიყევით, რომ დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში შეძლეს თავის კუნთოვანი ქსოვილის შექმნა ღეროვანი უჯრედების დახმარებით. გავიდა შედარებით მცირე დრო და მეცნიერებმა შეძლეს გაემეორებინათ ექსპერიმენტი ადამიანის კუნთოვან ქსოვილზე. კუნთოვანი ქსოვილის შესაქმნელად მეცნიერებმა გამოიყენეს ღეროვანი უჯრედები, რომლებიც იმყოფებოდნენ ლაბორატორიულ პირობებში სპეციალურ მკვებავ გელში. შედეგად ამ ტექნოლოგიის საშუალებით მიიღეს კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც სრულიად ანალოგიურია ადამიანის კუნთოვანი ქსოვილის. ქსოვილების მსგავსების დასამტკიცებლად მეცნიერებმა მრავალი ტესტი ჩაატარეს. შედეგად მოაქციეს კუნთოვანი ქსოვილი ელექტროიმპულსების ზემოქმედებაში, რამაც გამოიწვია კუნთების შეკუმშვა. ჩვენ უკვე ჩაგვიტარებია ცდები ცხოველების კუნთოვანი ქსოვილის შესაქმნელად, მაგრამ დაგვჭირდა მთელი წელი იმისთვის, რომ ჩაგვეტარებინა იგივე ექსპერიმენტი ადამიანებზე. ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი ლორან მედენი. როგორც იუწყება რესურსი Gizmeg, მომავალში ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოიყენონ ექიმებმა, ახალი წამლების ან სხვა სამედიცინო ტექნოლოგიების ტესტირებისთვის. გარდა ამისა, მედიკოსებს შეეძლებათ საჭირო კუნთის კოპირება და მათზე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების აპრობირება, რათა გამოავლინონ პაციენტებისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი.
მიკრორობოტების განვითარება სამედიცინო სფეროს ახალი წარმატებებისთვის უდაოდ სჭირდება. სწორედ ამიტომ მეცნიერები არ წყვეტენ ამ მიმართულებით მუშაობას. სამეცნიერო ფანტასტიკაში ხშირად ახსენებენ პაწაწინა რობოტებს ნანიტები, რომლებსაც შეუძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერი ამოცანის შესრულება. მაგალითად, ებრძოლონ ვირუსულ ინფექციებს ან მიაწოდონ აუცილებელი სამკურნალო საშუალებები ცოცხალ ორგანიზმს. ფიქრობ, ეს სიახლე შეიძლება ბევრს არარეალურად მოეჩვენოს, მაგრამ ნანიტები უკვე შექმნილია და გაიარეს წარმატებული ტესტირება ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატის მიწოდებაზე. სან-დიეგოს კალიფორნიული უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკებმა წარმატებულად გამოიყენეს მიკროსკოპული რობოტები ცოცხალ ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატების მისაწოდებლად, ამასთან ყველანაირი გვერდითი მოვლენების გარეშე. თითოეული ასეთი რობოტი, რომელიც აღჭურვილია მოლეკულური ძრავით, ატარებდა სამკურნალო პრეპარატის ნაწილაკებს. ამასთან ამ მიკროძრავების საწვავებს წარმოადგენდა აირის ბუშტულები, რომლებიც წარმოიქმნება ცოცხალი არსების კუჭში ქიმიური რეაქციის შედეგად. სატესტო სუბიექტს წარმოადგენდა ცოცხალი ლაბორატორიული თაგვი, რომელიც როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, დარჩა მთლიანი და ჯანმრთელი ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, გარკვეული დროით. ორგანიზმის შიგნით ნანიტების მოძრაობის სიჩქარე შეადგენდა მხოლოდ 60 მიკრომეტრს წამში. ამიტომ მიკრორობოტებს დასჭირდათ გარკვეული დრო იმისთვის, რომ მიეღწიათ კუჭის ლორწოვან გარსამდე და დარჩენილიყვნენ იქ 12 საათი. თავისი ძირითადი მიზნის მიღწევის შემდეგ ნანიტებმა შეასყურეს სამკურნალო პრეპარატის ნაწილაკები კუჭ-ნაწლავის ქსოვილებში. ლაბორატორიული თაგვის ევთანაზიისა და გაკვეთის შემდეგ მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ნანიტებს არ დაუზიანებიათ ორგანიზმის ქსოვილები, ასევე არ აუწევიათ ტოქსიკური მოწამვლის დონე. თვითონ ნანიტები შექმნილი იყო თუთიისგან, რომლებიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს მკვებავ ნივთიერებას ცოცხალი ორგანიზმისთვის. სავარაუდოდ მეცნიერები ეცდებიან ნანიტებისთვის საწვავის ახალი სახეობის პოვნას, თუმცა მედიცინის ისტორიაში შესამჩნევია უზარმაზარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური წინსვლა. კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები უკვე გაგაცანით. ტექნოლოგიური პროგრესი კი გამუდმებით ითხოვს ჩვენგან არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ერთი კვირის შემდეგ ახალი მიღწევების შესახებ გიამბობთ. ნახვამდის.